მოგესალმებით, მე თათე შეყვილაძე ვარ, ეს გადაცემა არის Time-ია. ეროვნულ მუზეუმს ვესტუმრეთ, ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გესაუბროთ, ასე რომ დარჩით ჩვენთან. თავდაპირველად გვინდოდა სამკაულის გაკეთება, მაგრამ ახანდაც სივრცე იძლეოდა ამის საშუალებას, ჩვენც ცოტა მასშტაბური ხასიათი მივეცით და წარმოვადგინეთ ვერცხლეული ამ პერიოდის. ეს არის ფშაური, ეგრეთ წოდებული შიბები, ფშავ-ხევსურების წარმოდგენაში, რწმენაში როგორ არის იცით, რომ ამ შიბებით უკავშირდება ზეციური სამყარო მიწიერ სამყაროს. ყველაფერი ერთად მოაგროვა, ეს კულტურები ერთად შერწყა, მოხარშა და რაღაც თბილისური შექმნა. თბილისური, კარგი, იმიტომ რომ რაღაც ამ სითბოს და სიყვარულის და მეგობრობის დამსახურება იყო. შეგრძნებაც იმის, რომ ეს რაღი ერეკლეს ეკავა და უცებ შენგი გავია და რაღაცა ამდენი საუკუნის შემდეგ რაღაცა ღამები აღარ გძინავს. აქ არის წარმოდგენილი ის სამკაული, რომელიც უშუალოდ სამარხებში არის ჩატანებული როგორც მამაკაცისთვის, ისე ქალბატონებისთვის. ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი ტიპის სამკაული არ არის აღმოჩენილი. ჩვენი გადაცემის სტუმარია გამოფენის კურატორი მამუკა ქაფიანიძე. მოგესალმებით, მადლობა რომ იყავთ გადაცემაში მონაწილეობას. ძალიან საინტერესო გამოფენა არის წარმოდგენილი, რომელიც როგორც ვიცი ამ სახით პირველად მიმდინარეობს და იმიტომ რომ ჩვენს მაყურებელს სანამ ვუჩვენებთ, მოუყვეთ ამის შესახებ თუ რა ელოდებათ მათ და რას ნახავენ. მოგესალმებით პირველ რიგში, ჩვენ გამოფენას დავარქვით ვერცხლქანდაკებლობა მე-14-19 საუკუნეებში. ინსპირაცია მოდიოდა ეროვნული რუსთაველის ეროვნული გრანტიდან, ჩვენმა ჯგუფმა გაიმარჯვა, მოიპოვა ეს გრანტი და თავდაპირველად გვინდოდა სამკაულის გაკეთება, მაგრამ ახანდაც სივრცე იძლეოდა ამის საშუალებას, ჩვენც ცოტა მასშტაბური ხასიათი მივეცით და წარმოვადგინეთ ვერცხლეული ამ პერიოდის და შესაბამისად ვერცხლქანდაკებლობა დავარქვით. პირველ დარბაზში გამოფენილი არის არქეოლოგიური მასალა მე-14-მე-15 საუკუნეების, რომელიც წარმოადგინა ბატონმა ვაჟა მამიაშვილმა. სამკაულის ფაქტიურად ჯანაშიას მუზეუმში რაც გვაქვს დაცული ის ვერცხლის სამკაული გვაქვს გამოფენილი. მე-15 საუკუნიდან ზევით ცოტა ნივთიერი მასალის პრობლემა ჰქონდა და ქალბატონმა ნინო დათუნაშვილმა მე-16-მე-17 საუკუნის ფრესკის პირები წარმოადგინა, სადაც ჩვენი დიდებულები წარმოდგენილი არიან აი ამ სამკაულებით. ფაქტიურად ეს ნიშა შეივსო. ხოლო ამ ჩვენს დიდ დარბაზში აქ ეთნოგრაფიული კოლექცია გახლავთ მე-18-მე-19 საუკუნეების. წარმოდგენილი გვაქვს როგორც სამკაული, ასევე იარაღი, ჭურჭელი, როგორც ღვინის, ასევე შეწირული ეკლესიისთვის შეწირული ჭურჭელი და მე მგონი სიამოვნებთ. ნამდვილად ვისიამოვნებთ, ამიტომ რომ დავიწყოთ ჩვენს მაყურებელს ვუჩვენოთ თუ რა არის წარმოდგენილი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე, რომელიც ნათლად ასახავს თუ საიდან მოვდივართ, რამდენი რამ იყო ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე ნიჭი ეს ყველაფერი ხო, ვერცხლქანდაკებლობა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რამ, რაც გაგვაჩნია და ყველაფერს ჭირდება მოფრთხილება, მოვლა და პოპულარიზაციაც რა თქმა უნდა. ხო, თან აღსანიშნავია ისიც, რომ ესეთი მასშტაბური ხასიათით და ამ სახით ჯერ ჩვენ ამ ეთნოგრაფიული საგანძური ჯერ არ წარვაი პირველი შემთხვევა და ვეცადეთ ძალიან რომ მაქსიმალურად ყველა მიმართულება ქონოდა. ეს არის ჩვენი კოლექციის, როგორ თქვა, 5-10%. ამის გარდა კიდევ ბევრი გვაქვს. იმედია რომ კიდევ ბევრი იქნება აღმოჩენილი და გაამდიდრებს ჩვენს გამოფენას. არქეოლოგია, შუა საუკუნეების არქეოლოგიას ჯერ კიდევ თავის სიტყვა არ უთქვამს. ადრე თუ გვიან ეს პატარ-პატარა სურპრიზები ნამდვილად ელოდება ჩვენი მიწიდან. კი ბატონო. მოკლედ მივყვეთ ახლა და ვნახოთ რა არის წარმოდგენილი და ჩვენს მაყურებელსაც აუცილებლად ვაჩვენოთ, როგორც ვიცი უნდა დავიწყოთ იარაღებზე საუბარი. აქ პირველი ვიტრინა ახანდაც მთელი ექსპოზიცია ქალბატონებს მიუძღვენით და ქალბატონების სამკაული იყო. პირველ ვიტრინაში წარმოადგინეთ მამაკაცის აღკაზმულობა. ეს გახლავთ ჩოხის მოსართავები, ქამარი, მასრები, დამბაჩა და საპირისწავლე. დამბაჩები, ეს თბილისური დამბაჩები გახლავთ, განვითარების პერიოდების მიხედვით, ყაჟიანი დამბაჩაც წარმოადგენთ, ფისტონიანი დამბაჩაც. მასრების ძალიან დიდი კოლექცია გვაქვს, უნიკალური კოლექცია, სამწუხაროდ ყველას ვერ დავდებდით.
წარმოადგენთ ცვარათი ყველაზე პოპულარული ტექნოლოგიით, რომელიც არის გაკეთებული. მასრები გახლავთ ერთი გასროლა დენთი, რომელსაც მე-18 საუკუნეში ფუნქციური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ მე-19 საუკუნეში უკვე დეკორაცია გახდა და როგორც ჩოხის მოსართავი, აი მთელი ნიშა არის შევსებული ყველანაირი ტექნოლოგიით და ყველანაირი პოპულარულია შეიძლება ითქვას. ძალიან საინტერესოა. გადავინაცვლოთ კიდევ და ჩვენს მოყოლებს. კედლებზე წარმოადგენთ ჩვენ ერმაკოვის ფონდი გვაქვს. რომლის კურატორი გახლავთ სოფო ებრალიძე, იქ ავარჩიეთ ერთად ეს ფოტოები, არის ხევსური, თუშები და სვანები. სწორედ აი ამ სამი კუთხის სამკაული გვაქვს პირველ ვიტრინაში. გაგვაცანით. კი ბატონო. აქ პირველი, მეორე და მეხუთე ექსპონატი გახლავთ ჩაფრასტები, ეს არის სვანური კულტურის ნაწილი, ესე რომ ვთქვათ, ვინაიდან ჩვენი არც ერთი კუთხე ჩაფრასტებს არ ხმარობს ჩვენი კუთხის ქალბატონები. ჩრდილო კავკასიაში ძალიან პოპულარულია ეს ჩაფრასტები, ჩერქეზებსაც უყვართ, ოსებიც ხმარობენ, დაღესტნელებიც ხმარობენ. სვანურ ძალიან სახასიათოდ სვანურია თავის დამზადების ტექნოლოგიით და თავისი ფორმები. პოპულარულია ასევე კებზარები, რომელიც ძალიან სვანურია და ეს რომელ ნომერზე ამბობთ? ეს არის მე-6, მე-7 და მე-8, სხვადასხვა ვარიაციები არის ფორმებით. განსაკუთრებული პოპულარობა აქვს აი ამ ჯვრებით გამოსახულს. აქ უკვე არაფრის მინაბაძი არ არის, იმიტომ რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ნაკლებად რო ჩერქეზებმა და დაღესტნელებმა ჯვრები ატარონ, ეს ძალიან, ესე რომ ვთქვათ, სვანურია. ხევსურული გახლავთ მესამე არის ხევსურული, მე-11 თუშური, მე-20 ნომრით ეს არის ფშაური, ეგრეთ წოდებული შიბები, ფშავ ხევსურების წარმოდგენაში, რწმენაში როგორ არის, იცით, რომ ამ შიბებით უკავშირდება ზეციური სამყარო მიწიერ სამყაროს. და მორიგე ღმერთი თავის ღვთის შვილებს, ანგელოზებს, აი ამ შიბების საშუალებით უგზავნის, მოკვდავებს. და ესე მთელი ეს სივრცე სულ აი ამ შიბებით არის ესე დაქცელილი და ეს წარმოდგენა პირდაპირ გადასული არის ქალების ყოფაში და ფაქტიურად ყველა ხევსური ქალი მორთულია აი ამ შიბებით და არ არსებობდა ხევსური გოგონა აი ამ შიბების გარეშე. კი ბატონო, და შეიძლება ითქვას, რომ ვერც მხანდაკებლობის კუთხით ჩვენი ქვეყანა მოწინავე პოზიციაზე არის? კი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ კავკასიაში ბევრია ვერცხლი და კავკასია განსაკუთრებით მოგვიანო პერიოდში. ნუ ვერცხლმა გაიარა თავის კრიზისები შუა საუკუნეებში, მერე საბადოები რაღაც ამოიწურა დედამიწაზე, მაგრამ შემდეგ გააქტიურდა ეს მოპოვებები. ერეკლე მეორესაც დიდი წვლილი, ვახტანგ მე-6-ესაც დიდი წვლილი მიუძღვის საბადოების მოძიებაში, ერეკლე მეორემ ძალიან გააქტიურა ახტალის და ალავერდის საბადოები და რამაც შედეგიც სახეზეა, იმიტომ რომ კავკასიაში ვერცხლი მაგის გარეშე მეკოდი კავკასიური კულტურა არსებობს და შესაბამისად არც ქართული. კი ბატონო. მეორე ვიტრინა გახლავთ აჭარული ახალციხური და საინგილოს ნივთები გამოვფინეთ. აქ ექსპონირება გავუკეთეთ ნივთებს, სადაც უფრო იგრძნობოდა მეზობელი კულტურების გავლენა, ამ შემთხვევაში ოსმალური გავლენა. აჭარულ კოლექციაზე, მაგალითად ქამრებზე ყოველთვის არის აღნიშნული ეს თუღრა. ეს თუღრა გახლავთ სულთნების ხელმოწერა. ძალიან გავს ეს თუღრები ერთმანეთს, მაგრამ აი ესეთ ვიზუალური რა ქვია დაკვირვებით სანამ რომელიმე არა აღმოსავლეთ ცოდნეს ჩავთავთ, ეს უნდა იყოს მე-19 საუკუნის მაჰმუდ მეორის თუღრა. როგორც და არის კიდევ დიდი კოლექცია გვაქვს აჭარული კოლექციები სხვადასხვა სულთნების და საქმე იმაშია რომ ეს ნივთები დამზადებულია ადგილობრივად, აჭარელი ოსტატების გაკეთებულია. მართალია არის კულტურის გავლენა და რაღაც წესების მიხედვით კეთდება, მაგრამ ადგილობრივად კეთდება და ჩვენი აჭარლების გაკეთებული გახლავთ. და გავაგრძელოთ ჩვენი მაყურებლის ინფორმირება და ვაჩვენოთ ის მართლაც ძალიან ესეთი ენერგია აქვს თეთ ამ ყველაფერს რომ
გრძნობთ, რომ ეს რაღაცა ძალიან ჩვენი ნაწილი არის და ხვდებით თუ საიდან მოვდივართ და რამდენად ნიჭიერები იყვნენ ნოდითგანვე, იმიტომ რომ ურთულესია ალბათ ხო დღესაც შექმნა რამე მსგავსი, ალბათ მაშინ კიდევ უფრო ესე რომ თქვა რთული იყო ეს პირობები და ხო არიან კი სახელოსნოები, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ აი ამ ძველი ნივთების აღდგენაზე და ეს ძალიან კარგია, ეს ექსპოზიციაც მისცემს მათ საშუალებას, რომ კიდევ ახალი თუ რამე დარჩათ შეუსწავლელი, რომ მოვიდნენ, გაეცნონ და ვიცი, შეძლებს დაგვარად შემდეგ კიდე ყოველთვის გავაცოცხლებთ ხოლმე ამ ექსპოზიციებს. კონკრეტულად ამ ვიტრინაში თბილისური ხელოვნება წარმოვადგინეთ. თბილისი მე-18-მე-19 საუკუნეში კავკასიის ცენტრი გახლავთ. აქ თავს იყრის ფაქტიურად მთელი ჩრდილოეთ კავკასიის ზოლი. აქ არიან სპარსელებიც, ოსმალოებიც, თურქები, სომხები ძალიან აქტიურად მუშაობენ და თბილისმა რაღაცნაირად ეს ყველაფერი ერთად მოაგროვა, ეს კულტურები ერთად შერწყა, მოხარშა და რაღაც თბილისური შექმნა. თბილისური, ძალიან კარგი, იმიტომ რომ რაღაცა ამ სითბოს და სიყვარულის და მეგობრობის დამსახურება იყო, რომელმაც რაღაცნაირად გააძლიერეს ერთმანეთს. იმიტომ რომ რა არის, იცით, ეს ხელოვნების შემოვიდნენ, ხელოსნებიც ძალიან ბევრი სხედან, აქ თავისი გემოვნება მოიტანეს და აქ ერთად მოარგეს, იმიტომ რომ დამკვეთი აქაურია, ადგილობრივია და იმ დამკვეთის გემოვნებას უნდა მოერგო და შესაბამისად ეს გემოვნება განსაზღვრავს ხელოვნებასაც და ამ შემთხვევაში უკვე კონდა თბილისური ხელოვნება, ესეთი მიმდინარეობა როგორც სამკაულს, ასევე იარაღსაც აქვს. იარაღში შეიქმნა ტიპები, რომელსაც თბილისურ ხანჯლებს ვეძახით დღემდე და ესე არის სამეცნიერო ლიტერატურაში შესული. ესეთი გახლავთ ჩვენი თბილისური ვიტრინა, თავისი ფილიგრანებით, სევადებით და რომელიც ყველამ უნდა ნახოს აუცილებლად თავისი თვალით. ვურჩევდი აქვე კიდევ ერთხელ და არაერთხელ ვურჩევ მათ რომ მოვიდნენ და ნახონ. ისო იარაღი. ხო, ეს გახლავთ ჩვენი მეფეების იარაღი, პირველი, მეორე და მესამე გახლავთ მეფე ერეკლეს კაჟიანი თოფები, მათ აქვს თავისი წარწერები. პირველის წარწერა არის ირაკლის სიქადულოს აძლეველო მტერთა ჯვარო ქრისტესო, რომელიც ყირბულახის ბრძოლას უკავშირდება. მეორე არის მტეროგძლევ აჯი მუსტაფით მეფე ირაკლი ჭეშმარიტ შემწეობით. ეს მუსტაფა მელულია დაღესტნელი და იმდენად პოპულარულია, რომ თოფზეც გადადის ეს სახელი. და ესეთი შემთხვევა არის მესამე თოფზეც, მე ვარ თოფი მუსაიფი, კახთ ბატონი ერეკლესი, ეს ის თოფი მუსაიფი, ეს მუსაიფ ყამალა მუსაიფ ესეთი წარწერა აქვს. ეს არის ყირიმელი მელულე და აქედან მოდის ეს სახელწოდებაც თოფი მუსაიფი. მერე გალაქტიონმა კი ლექსი დაწერა, რომ ვითომ ხმალზეა, მაგრამ ხმალზე არ აქვს ეს წარწერა თოფზეა. ხოლო ყველა იარაღს აქვს თავისი წარწერა, ხო? და ხვდებით ჩვენ უკვე ვისი იყო და როგორი ისტორია. რა თქმა უნდა. მაგალითად სოლომონ მეფის თოფს აქვს წარწერა სრულიად იმერთა მეფე სოლომონის ვარ. ამ ჩვენ გორდა ხმალს პირდაპირ ოქრო ზარნეში დაწერია გორდას დამღაზე მეფე ირაკლი. ეს ძალიან საოცარი ექსპონატია. როგორც ცოტა გულის ამაჩუყებელიც არის, ხო, რომ გებულობთ ჩვენი მეფეების და ჩვენი უმნიშვნელოვანესი იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ცდილობდნენ, რომ ფეხზე დაიყენებინათ, განავითარებინათ, დაეცოთ და უკვე რაღაცა მათ ისტორიებს ახალი თავებები გებულობთ. თვითონ შეგრძნებაც იმის, რომ ეს იარაღი ერეკლეს ეკავა და უცებ შეგავია და რაღაცა რაღაცა ღამები აღარ გძინავს. გავაკრძალოთ ვერცხლის ჭურჭელი არის უმნიშვნელოვანესი მართლაც და დღესაც თითქმის რა ვიცი ალბათ ყველას აქვს რაღაც ნივთი მაინც შემორჩენილი არ არსებობს ოჯახი ხო ვერცხლის კოვზი მაინც არის ხოლმე მათ ოჯახში ხო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურაა ნამდვილად ვერცხლის ჭურჭელი ეს ვიტრინა გახლავთ ეს გავაკეთეთ შეწირული ნივთების ვიტრინა ძირითადად ეს არის მლეთისთვის შეწირული ვერცხლეული მაგრამ გვაქვს ერთი პატარა სურა მეორე ნომრით რომელიც წმინდა ნინოს საფლავიდან არის და ხომ ესეთი ცოტა წევლა აწერია და ცოტა რაღაცა გვეჩინია ჩვენს მაგის სურის
ემლეთისთვის ხომ ეს მე-7 ნომრით არის კიდევ ძალიან საინტერესო ნივთი. ეს სულ ახალი რაღაც 5-6 წლის უკან ერთმა ჩვენმა მეგობარმა გიორგიმ შეიძინა და გადმოგვცა საჩუქრად და ჩვენ სანამ შევიძენდით წარწერა წავაკითხინეთ ბატონ თეიმურას ჯოჯუას, ჩვენი მეგობარი გახლავთ პალეოგრაფი და აწერია ლომისავ შეიწირე ვაჩემ ჭადაისწე. ისეთი ეს გამქრალი გვარია შუა საუკუნეებიდან, ესეთი უცხო გვარი და აი მე-14 საუკუნით დათარიღებული ნივთი გახლავთ, რომელიც როგორც გაირკვევა, ესეთი მნიშვნელოვანი იყო. კიდევ ერთ-ერთი ასევე მე-10 ნომრით არის ძალიან საინტერესო წარწერით, ეს არის ვახტანგის შეწირული ერეკლეს შვილი ვახტანგის, როდესაც ერეკლემ გააუქმა არაგვის საერისთავო ვახტანგის ფლობელობაში გადასცა, როდესაც აღამ აჰმად ხანი უკვე მეორედ აპირებდა ჩვენთან შემოსვლას, როგორ იყო იცით? ეკატერინე მეორემ ბრძანისის ბრძოლის შემდეგ დაიწყო ირანული დიდი კამპანია, ესე რომ ვთქვათ, დიდი ლაშქრობა, მაგრამ 96-ში გარდაიცვალა ეკატერინე მეორე და პავლე პირველმა აღარ 97-ში. აი პავლე პირველმა აღარ მოინდომა ამ კამპანიის გაგრძელება. ეს რო გაიგო აღამ აჰმად ხანმა პირდაპირ პირი იბრუნა, ესე რომ ვთქვათ, საქართველოსკენ და რო წამოვიდა შუშაში დაბანაკდა. როდესაც ვახტანგიმ გაიგო, ესე წერია ზუსტად აღამ აჰმად ხანის მეორედ მომავალობაო, ავიდა არაგვის ხეობაში, მოკრიბა ეს არაგველები და დააფიცა ერთგულებაზე. კარგი დაფიცება გამოუვიდათ, იმიტომ რომ ზუსტად 16 დღეში აღამ აჰმად ხანს კლავენ თავის ნუკერები შუშაში. და ასე რომ გადავრჩით. გადავრჩით კიდევ ერთ უგედურებას. ხო, ეს გახლავთ ჩვენი ქართული სუფრის შემადგენელი ნაწილი. ახლა ვერცხლის ექსპოზიცია გააკეთო და ღვინოს ჭურჭელი არ დადო, არ გვაპატიებდა არავინ. ნამდვილად. ჩვენც, რა ვიცი, აი შეძლების დაგვარად ყველა სახეობა წარმოვადგინეთ, აზარფეშები, ჩვენ ძალიან დიდი კოლექცია გვაქვს აზარფეშების, ორი გამორჩეული ნივთი ავარჩიეთ, ჭინჭილა ვერცხლის, ყულა ვერცხლის, ყვანჩხა ვერცხლის სურები, ყარყარა, ყანწის გარეშე წარმოუდგენელია მათი ის და მემორიალური ნივთიც გახლავთ თავადმა დავით დადიანმა თავის აზნაურ ერმალოს გელოვანს გადასცა ეს რა ვიცი ახლა ზოგი კი ფიქრობს რომ განსხვავებულია მაგრამ ეს რა ვიცი ეს საკმაოდ დიდი ზომის არის არა ჩვენთან სუფრაზეც იყო ღვინის და წყლის შერევის ტრადიცია და წყალღვინოს სვავდნენ ხოლმე ხშირად და როგორც ჩანს ალბათ უფრო ამემართულებით თორე ეს რო კაც დაალევინო რა ვიცი მე ეს ყანწის ასევე საკმაოდ ეს ყანწის კი თბილისში შემოდიოდა ხოლმე აი ინდური ხარის რქებს და იმ ძალიან მორჯის ძვლები ეს საიარაღო საოქრო მჭედლო იმაში რაც გამოიყენებოდა ძალიან აქტიურად აი ამ ვაჭრობის საშუალებით და თბილისიც იყენებს შეძლებს და თან კავკასიაში ახლა ყანწი ჩვენ გვიყვარს თორე ჩრდილო კავკასიაში ყანწი ნაკლებად რომ ვინმე და ასე რომ სადაც ყანწია იქ ყოველთვის ქართველია სვანაირად ვერ იქნებოდა ასეა მინდა რომ ისევ ჩვენს მაყურებელს მოუწოდოთ და ვუთხრათ რომ მათ აუცილებლად საკუთარი თვალით უნდა ნახონ იმიტომ რომ ეს არის ის ალბათ რითიც უნდა ვიამაყოთ და ჩვენი თვალით უნდა გქონდეს ნანახი და უფრო მეტად შევიგრძნოთ ეს ენერგია რომელიც აი ამ ჩვენს ქართულ კულტურას და ვერცხლ ქანდაკებლობას გააჩნია გადმოვინაცვლეთ შემდეგ სივრცეში მოგესწავლებით ჩემი გადაცემის შემდეგი სტუმარია ვაჟა მამიაშვილი მუზეუმის არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ ჩვენს მაყურებელს რომელიც აი აქ არის წარმოდგენილი მათი აღმოჩენის ისტორიები ზოგადად როგორ მოხდა მათი აღმოჩენა წელთაღრიცხვა ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასე რომ გისმენთ ბატონო მოგესალმებით კიდევ ერთხელ ამ დარბაზში წარმოდგენილია ძირითადად საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიურად მოპოვებული ნივთები. კონკრეტულად ამ ვიტრინაზე განთავსებული არის ადრეული შუა საუკუნეების ექსპონატები. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში, როდესაც სახელმწიფო რელიგია ცხადდება ქრისტიანობა 326 წელს, ამის ამ მოვლენის შემდეგ ქრისტიანული რელიგია კრძალავს ნივთიერი მასალის სამარხებში ჩატანას. აქედან გამომდინარე ძალიან მწირია შუა საუკუნეებში, ანუ ქრისტიანულ პერიოდში ეს მასალა, თუმცა
ასევე უნდა ითქვას, რომ მაინც გარკვეულწილად არის ტრადიცია შენარჩუნებული ნივთების ჩატანების სამარხებში და აი ესეც ასახავს ეს ვიტრინები და გამოფენა იმ ფაქტს, რომ აქ არის წარმოდგენილი ის სამკაული, რომელიც უშუალოდ სამარხებში არის ჩატანებული როგორც მამაკაცისთვის, ისე ქალბატონებისთვის. აი მაგალითად ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის გულსაკინძი და ბეჭედი, რომელიც არის აღმოჩენილი ბოლნისის მუნიციპალიტეტში და არის სარკოფაგში ნაპოვნი ქალბატონის, ასე ვთქვათ, ჩატანებული ნივთები. ასევე არის წარმოდგენილი ბეჭდები და მშვილდსაკინძები, რომელიც არის მცხეთაში, მცხეთის სამაროვანზე აღმოჩენილი და აქ განსხვავდება როგორც დამზადების ტექნიკისგან, ერთმანეთისგან ეს სამკაული, ასევე ძვირფასი ქვებისგან არის, სხვადასხვა ძვირფასი ქვებისგან არის დამზადებული და სხვადასხვა სტილი და ის, ანუ ყოველთვის განსხვავებული არის და არ იმეორებს ერთმანეთისგან. აქაც წარმოდგენილი არის ურბნისის და მცხეთის სამკაული, არის როგორც ბავშვების სამკაული, ასევე ქალბატონების და მამაკაცის საყურეები წარმოდგენილი. მამაკაცებსაც ჰქონდათ საყურეები, ეს უკვე ძალიან ცნობილი ფაქტია. ცნობილი ფაქტი არის, დასტურდება მეცნიერულადაც და არქეოლოგიურადაც. აქაც არის სხვადასხვა ტიპები წარმოდგენილი, ასევე რომ ვთქვათ ჩვენ პატარა სამაჯურები მინანქრისგან, სარდიონისგან და თვლებისგან დამზადებული სხვადასხვა ბეჭდები არის წარმოდგენილი. აი აქეთ რომ გადმოვიდეთ, ეს არის ურბნისის, ვთქვათ, სამაროვნიდან მომდინარე, ეს უკვე არის ყველა ფაქტიურად ქალის სამკაული, რომელიც წარმოდგენილი არის თავსამკაულის სახით და ანუ შესამოსელის გასამაგრებლად. აქაც მასალა არის ბრინჯაო, ვერცხლი და ოქროც და არის კიდევ გაფორმებული სხვადასხვა ძვირფასი და ნახევარძვირფასი თვლებით. და ასევე გადავინაცვლოთ უკვე განვითარებულ შუა საუკუნეების ვიტრინაზე. თქვენ შემეკითხეთ, რა იყო აქ მნიშვნელოვანი აღმოჩენა და ეს არის ცნობილი უკვე ძალიან ბევრი სამეცნიერო პუბლიკაციას არის ამ განძზე გაკეთებული, ეს არის დმანისის განძი, რომელიც აღმოჩნდა გასული საუკუნის 60-იან წლებში და აი მთლიანად ეს განძი არის ქალის სამკაული წარმოდგენილი ამ განძში და ვხედავთ ჩვენ საყურეებს, სასაფეთქლე რგოლებს, რომელიც არის ზოომორფული და ხედავთ, რომ აქვს ფარშევანგის გამოსახულებები და ესეთი სხვადასხვა სტილის ხედავთ, ხო? აი სამაჯურები არის წარმოდგენილი და დიადემა არის ასევე ქალბატონის წარმოდგენილი და მნიშვნელოვანი არის ეს სამეცნიერო თვალსაზრისით, იმითაც რომ აი ეს თვითონ ეს კომპლექსი რაც აღმოჩნდა ჯერჯერობით საქართველოში მსგავსი ტიპის სამკაული არ არის აღმოჩენილი, შედარებით რაღაც მსგავსები არის, მაგრამ აი ამ ტიპის რო ერთიანად იყოს აღმოჩენილი და ესეც განს რატომ ვეძახით, რომ ესეც ალბათ ეხლა ეს ჩვენთვის უცნობია ჯერჯერობით რომელიმე შემოსევის დროს იყო მიწაში, იყო სკიური ჩადებული და იმ სკიურში არქეოლოგიური გათხრის შედეგად აღმოჩნდა ეს სკიურში და ის სკიურში იყო ყველაფერი ეს მოთავსებული და სხვათა შორის ძალიან ბევრი პუბლიკაცია არის, როგორც წეღანაღნიშნე მიძღვნილი, როგორც ჩვენთვის ისევე საზღვარგარეთი მეცნიერების მიერ ეთმობა ყურადღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეთმობა ყურადღება, იმიტომ რომ ნამდვილად იმსახურებს ჩვენი კულტურა ყურადღებას და ამას ჩვენ ყველანი გვგრძნობთ ხოლმე მსოფლიოდან, იმიტომ რომ მართლაც რაღაცნაირად განსაკუთრებული პატივისცემა აქვს საქართველოს კულტურის მიმართ და ეს ბუნებრივიც არის. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უფრო ბევრი არის წარმოდგენილი ეს ნიმუშები. ეს არის ძალიან აი რომ ვთქვათ, აი სპეციფიკური რეგიონისთვის დამახასიათებელი. ესეც არის განძის სახით აღმოჩენილი, ეს არის შიდა ქართლის რეგიონში აღმოჩენილი და აი მსგავსი ტიპის ხატებს იყენებდნენ, ეს ტრადიცია იყო როგორც ჩანს გავრცელებული მხოლოდ ამ რეგიონში. არის უამრავი აღმოჩენა, ეს განძის სახით არის, მაგრამ კიდევ ჩვენ საცავებში არის დაცული უამრავი ასეთი ნივთი, რომელიც არის ინდივიდუალურად აღმოჩენილი. და ესეთი ტიპის ხატები გულსაკიდი აი ან ჩვენს რეგიონშიც არ გვხდება. ეს არის ადგილობრივი ინდივიდუალური ტრადიცია, რომელიც აი საუკუნეების განმავლობაში მომდინარეობს ჩვეულებრივ და ეს თარიღდება დაახლოებით მე-14-მე, მე-15-მე საუკუნეებით.
ძალიან საინტერესოა, ძალიან დიდი მადლობა. მინდა გადაგიხადოთ, რომ მიღებდით გადაცემაში მონაწილეობას და მოგვიყვებით ეს უნიშნულოვანესი ისტორია, რომელიც რაღაცნაირად სულ ამბობ ხოლმე, რომ ვიცით, მაგრამ შეხსენება ყოველთვის საჭიროა, რომ ისევ ვიგრძნოთ ეს ყველაფერი და ვუსურვებ, რა თქმა უნდა, მუზეუმსა ჩვენს ქვეყანას, რომ კიდევ ბევრი აღმოჩენა გქონდეს, რომელიც გაამდიდრებს ქართულ კულტურას. მადლობა თქვენ. ჩვენ არ ვუმშტობებით მაყურებელს და უნდა გავაგრძელოთ კიდევ მუზეუმში ყოფნა და ინტერვიუს შევთავაზებთ ქალბატონ ნინოსთან ერთად. მოგესალმებით, ნილდა თუნაშვილი გახლავთ ჩვენი სტუმარი, შუა საუკუნეების არქეოლოგიური კოლექციების მთავარი კურატორი. მადლობა რომ მიღებთ გადაცემაში მონაწილეობას და მინდა რომ რაღაცა ბოლოს ჩვენს მაყურებელს მოუყვეთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ფრესკებზე, რომელიც არის წარმოდგენილი. სიამოვნებით. საკანონმდებლო სივრცეში წარმოდგენილი გახლავთ საქართველოს ქართულ მონუმენტურ ძეგლებში ასახული ისტორიულ პირთა პორტრეტები, რომელთა გამოსახულებებზე სწორედ სამკაული არის მოცემული, რაც სამკაულის კვლევის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა. ქრონოლოგია გამოსახულებების მე-13 და მე-17 საუკუნეებით განისაზღვრება და აქ დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს ვარძიის, ბეთანიის, ლეხთაგის, წალენჯიხის, მარტვილისა და ზარათის ტაძართა მოხატულობაში არსებული ქტიტორთა პორტრეტები, მათ შორის მეფეთა გამოსახულებების და პირველი სამკაულის სწორედ ჩვენ თამარ მეფის გამოსახულებაზე ხდება. ეს გახლავთ ფრესკის ასლი თამარ მეფის გამოსახულებისა ვარძიის ტაძრიდან, სადაც ის საყურითა და ყელსაბამით წარმოგვიდგება. მას ამშვენებს ძალიან ლამაზი, როგორც ხედავთ, ოქროსფერი საყურე, მრგვალი ფორმისა, რომელსაც შუაში ლალის თვალი ამშვენებს ირგვლივ მარგალიტებით გარშემოვლებული. მისი ყელსაბამით შავის სარტყელის სახის არის, რომელიც ასევე თვლებით არის გამშვენებული. გარდა თამარ მეფის, თქვათ, ჩვენამდე მოღწეულ ფაქტურად ყველა გამოსახულებაზე გვხვდება სამკაული, მაგალითად ბეთანიაში იგი უკვე გარდა საყურისა ბეჭდებითაც წარმოგვიდგება და სამკაულით ასევე წარმოგვიდგებიან მამაკაცებიც. ამის მაგალითი გახლავთ ლაშა გიორგის გამოსახულება ბეთანიის ტაძრიდან, სადაც მას ორივე ხელის ნეკათიძე ოქროსფერი ბეჭედი უკეთია. გარდა ბეჭდებისა საყურეებითაც წარმოგვიდგებიან მამაკაცები და ამის მაგალითები არის სწორედ აქ მოცემული. ეს მაგალითად ორი მამაკაცის გამოსახულება წალენჯიხის ტაძრიდან, სადაც ორივე მათგანს ძალიან ლამაზი საყურე ამშვენებს. სამკაულის ისტორიის კვლევისას ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ მე-15-მე-17 საუკუნის გამოსახულებების არსებობა, ვინაიდან ეს გახლავთ პერიოდი, როდესაც ნივთიერი მასალა არქეოლოგიური კვლევაციების მოპოვებული მასალა ძალიან მწირია სამკაულის თვალსაზრისით და ეს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებდა ამას. ერთი ის, რომ ქრისტიანული დაკრძალვის წესი აღარ ითვალისწინებდა სამკაულის ჩატანების ტრადიციას და მეორეს მხრივ ეს გახლავთ საკმაოდ ძნელბედობის პერიოდი, ქვეყანა ირან-ოსმალეთის ბატონობის ქვეშ არის და შესაბამისად ქვეყანაში არსებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ვითარებამ ასახვა პოვა მატერიალურ კულტურაზეც. ამიტომ აი სწორედ აი ამ ნაკლოვანების შევსების საშუალებას ჩვენ აი ეს გამოსახულებები გვაძლევს. განსაკუთრებული ყურადღება მინდა შევაჩერო ამ გამოსახულებაზე, ეს გახლავთ ლეხთაგიდან ქალბატონების გამოსახულება, ჯაფარას ძეები, ესე არის მათ სახელმწიფო წარწერაში იხსენიებიან და მათ გამოსახულებაზე არიჩოლებრივი ნიმუშია მოცემული ბეჭდების ტარებისა. როგორც ხედავთ, ორივე ხელის ფაქტურად ყველა თითზე უკეთიათ ბეჭდები და სხვა თითის სხვადასხვა ფალანგზე უკეთია. სწორედ ისეთი მოხმარების ისეთი წესი არის აქ მოცემული, როგორც დღევანდელ ყოფაში გვხვდება ბეჭდების ტარებისა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ეს გამოსახულება, ეს გახლავთ მარიამ დადიანის გამოსახულება და მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მას ფაქტობრივად ყველა სახის სამკაული ამშვენებს, ეს გახლავთ საყურე, ეს გახლავთ ყელსაბამი, გულსამკაული, ბეჭდები და აქ საინტერესოა, რომ აქ ქვებისგან არის დამზადებული საყურე, ქვების და ყელსაბამიც ასევე ოქროსა, ესეთი გულის ფორმის საკიდით გამშვენებული ძეწყვი და ბეჭდები. საინტერესოა თვითონ ბეჭდების როგორ მოიხმარდნენ ამ ბეჭდებს. ყოველ შემთხვევაში ნახეთ, რომ სხვა ფალანგზე უკეთიათ ყველა თითის და ხშირ შემთხვევაში, როგორც ქალბატონების, ასევე მამაკაცების შემთხვევაში, ცერათიცა და ნეკათიძე ატარებენ ბეჭდებს.
გადავინოცოთ, შეგვიძლია კიდევ აქცენტ. როგორც აღნიშნეთ, წალენჯიხის ტაძრიდან გვაქვს წარმოდგენილი საფთითორო პორტრეტები და ყველაზე ერთი მნიშვნელოვანი გამოსახულება ეს გახლავთ ლევან დადიანის გამოსახულება, ის გახლავთ ოდიშის მართველი გახლდათ მე-17 საუკუნეში, ძალიან ისეთი გამორჩეული პიროვნება იყო და აქვე აღსანიშნავია, რომ გარდა იმისა, რომ ის თავად სამკაულით არის წარმოდგენილი ამ გამოსახულებაზე, მან დაარსა საოქრომჭედლო სახელოსნო, სადაც ხდებოდა თქვა ხატების მოჭედვას და სადაც ამ ხატებზეც თავად მისი გამოსახულებებიც არის საკმაოდ რაოდენობით შემორჩენილი, რაც ასევე თქვა გვაძლევს ამ პერიოდის თქვა კოსტუმზე საუბრის საშუალებასაც. ძალიან დიდი მადლობა გულისყურეთ გისმენდით, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მიხარია რომ ვიმყოფები აქ და ვგრძნობ იმ ყველაფერს, რაც ჩვენს კულტურასთან არის დაკავშირებული. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ზოგადად მუზეუმში ყველა კურატორს, რომელიც ესე გულისყურით და მთელი თავისი მონდომებით უხსნის მნახველს და დამთვალიერებელს ამ ყველაფერს და ჩვენს ისტორიას ასწნობს. დიდი მადლობა თქვენ წარმატებებს გისურვებთ, მადლობა რომ მიიღებდით გადაცემაში მონაწილეობას. ასევე მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელმაც ეს დრო გაატარა ჩვენთან ერთად. მე რა თქმა უნდა ისევ კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ აუცილებლად თქვენი თვალით ნახოთ და ესტუმროთ ეროვნულ მუზეუმს.